დილამშვიდობის მოგესალმებით არხის გამომწერებო ნორიოდან ისევ დღეს ისევ ჩამოვედი ნორიოში ისევ როქსის სავარჯიშოდ მინდა ყველას ვინც უყურებთ ამ პროექტს როქსი ნულიდან ნადირობამდე მოგიხადოთ ბოდიში გუშინდელ ვიდეოსთან დაკავშირებით იმიტომ რომ მთელი ვიდეო არის არასწორად გადაღებული რა კადრები არ ჩანს კარგად რა კამერა არის მიმართული 90% ძის რა და არ ვიცი ეს რატო დამემართა ალბათ სათავზე სამაგრი ვერ დავაფიქსირე სწორად და მთელი მასალა არასწორად იყო გადაღებული ისაც ბოდიში გიხდით დღეს ვეცდები რომ გამოვასწორო ეგ შეცდომა უბრალოდ შეიძლება და მაგ ვიდეო არ დამედო დავდე იმის გამო რომ მინდოდა მეჩვენებინა და მე თვითონ მენახა რა პრობლემები იყო რა პრობლემის წინაშე ვიყავი გუშინ და ან რა ეტაპზე ვიყავი და მაგითო დავდე და თუ სანახაობრივი არ არის ინფორმაციული მაინც არის რა მქონდა გუშინ ბევრი შეცდომები როქსის ანუ ესე ვთქვათ ბევრი ცრუნაბულები ქონდა აი ფეხიდან წერი აფრინდა აგერგზიდან ცრუნაბულები ქონდა მაგრამ ეს მისი შეცდომა დაარითულება რა ეს არის ეტაპი რომელიც უნდა გაიაროს ან ცხვირი აქვს ჩართული ვიდეოშიც ვამბობ ნაბულებს აკეთებს ხოლო სუნზე რაღაცის სუნზე ფრინველის სუნზე მართალი არა სანადირო ობიექტზე გუშინ ისეთი მანძილი აჩვენა რაღაც ალბათ 14-15 მეტრამდე მიდიოდა ტოლვით მაგრამ სამწუხაროდ შაშვი იყო ნუ ისუნიც განასხვავა არა ეხლა შავზე ნაბული გააკეთა არ არის კარგი მაგრამ რაღაცა რო იყნოსა ცხვირით და ეცადა ცხვირით რაღაცის განმასხვავებელის ნახვა ეს კარგია რა იმიტომ ჩამოვედი დღეს კიდევ რომ ეს პრობლემები კიდევ და კიდევ აღმოფხვრას რაც უფრო მეტი ესეთი შეცდომა ექნება მეტი მიხვდება რომ არასანადირო ობიექტზე არ გააკეთოს ნაბული და მაქსიმალურად წერი იპყრობს რა ნახო დღეს როგორ გამოგვივა ქარი გვაქვს ისევ კარგი ქარია ჩავალთ ახლა ქვევით ხმები ისმის კარგად და ნახოთ აბა დღეს როგორ შედეგს დავდებთ დიდი მადლობა ვინც ადენებთ თავს ყველა ამ ჩემ ვიდეოებს თხოვთ ისევ მოიწონოთ და გამოიწეროთ არხი როქსი დაჭრუმა ფიჩი დაჭიქი არ შეიძლება ეს დაპირ მინდორში გაშვება დაჭიქი არა აქ ეს ბზანდება კარგად აზრებული მაგრამ არა უშვებს ოკეი დავიწყეთ აბა ვნახოთ რა გამოგვივა აქტიურად დაიწყო აქ სადღაც ხმა ისმის და როქსი აი და ხო ვერ მოასწრო ნაბულის გაკეთე ერთი ფრინველი ამოიყვანა ფუ როქსი დაანებით წავიდა დააპირა ნაბულის გაკეთება მაგრამ ვერ მოასწრო თინცა უკან გადის ამაზე თუნდა ვიმუშავე დაუცილებლად ასროლაც გაუკეთო ხოჩი ხაი როგორ კარგად მიდის თორე არა ფუ სტოპ ხოჩი ძალიან კარგი ბიჭი მოდენია 3 წუთია შემოვედით ერთი ფრინველი მე დაამუშავა ეკეთ გადაჭრა ზუსტად ვერ დავიმახსოვრე რა ადგილზეა მაგრამ კარგად იმენებს უკვე ქარს ნენელარ წმუნდება რა
გზია. Stop! ოჩა, ინველია. ეს მეორე. ფუ, არა, კოსტავიდან. ესე კარგად დარბის და როგორც კი რამე განსხვავებულ სულს იგზნობს, ანელებს ტემპს, იწყებს გადამოწმებას. კაი ან ჩართული აქვს რა ცხვირი და უნებად. დაგვირდით როგორ ცდილობს რომ რამე სუნი აიღოს რა. კარგი ნიავია, ძალიან კაი პირობა. არა, ფუ! არა! ფურქსი! ეს არ უნდა გააჩიტეიშდა და ფუ! დავიდა მიდი. უნდა მოუშალოთ აუცილებლად. მაგრამ არა უშვის. ეგეც მოვა პრაქტიკაში. უკვე აკვირდებით რა, როგორ გადის შედარებით უკეთესად. ერთ მხარეს და არა მეორე მხარესაც ცდილობს. ახლა მე ვცდილობ რომ გადამჟარზე მივიყვანო, თორე წესით მეტი ზიგზაგურად უნდა ვიარო რა. სწორად მოტრია. არა, ცუდად არ ვიხარ. წამოდი, მოდი. წამომოდი. კარგი ბიჭი, აი, წამოდი. რაღაცა სულ. მიდი, გაერკვია მიდი. სხვა გინდა რომ ნაბულზე დიდხანს გავაჩერო, იმიტომ რომ ბრძანების გარეშე მიდის წინ რა. ვეცდები დიდხანს დავტოვო ნაბულზე დაახლოებით. თუ შევძე, რამ თუ გაჩერდა, ანუ გამძლეობაზე გამძლეობას მინდა მივაქციო ყურადღება ნაბულის გამძლეობა, ან დალოდება უნდა შეეძლოს რა. რაც უფრო მეტხანს ვაჩერებ კარგი, მეტხანს არ ნიშნავს რომ დაეძინო 3 საათი, ანუ წუთნახევარი 2 წუთი თუ შეძლებ, ძალიან კაია. ანუ ბრძანებით უნდა გადავიდეს რა. ბრძანების გარეშე არ უნდა გადავიდეს. ნახოთ როგორ გამოკლია ეგეც. დამოკია. აი დააფრთხო. არასწორი მხრიდან იყო და ცალი და დუდია. ვერ გაუკეთებდა ნაბუს ბუნებრივია, იმიტომ რომ ფრინველი მის უკან იყო რა და ქარი ნიავი გვერდიდან აქ. მოდი აქ წინ. ხა ქვევით უნდა ჩავიდე. სურგის ქარი მაქვს, ამიტომ ჩავაბავ და საბელით ჩავიყვან, რომ არასწორად არ იბუნოს რა. სასავდარ. მოდი ჩემთან, როქსი. ჩემთან. მოდი ჩემთან. ოჩ, კარგი ბიჭი. ჩავობოთ ფეხით ჩავიდეთ ეს 2-3 რამდენი კილომეტრი, 1 კილომეტრი თუ რამდენიც არის და იქედან ნიავზე გამოუშვა სანამ არის. კარგი საშუალება ჯობია რა. ზეგან ცოტა კარგად დაალაგა მაქუსებურად ზიგზაგები და ჯობია ნიავზე ვატარო რა. აქ შედარებით ცოტა წყნარი ნიავია, კიდე ზედა მხარეს და აქედან გაუყვებით, აბა პირილებმა მოიწყენეს უკვე. დაიწყეს ჩაჭმობა. ბალახით ნაჭკება, ფერი იცვალა. დიდი და ხშირი ბალახი იყო, უფრო ძნელი იყო სასიარულოდ. შედარებით სიტუაცია ახლა უმჯობესდება რა. ნელა კიდე ესეთ დააჭირა სიცხეები. აღამთიანში აიწევს შემნელი, მაგრამ საკვირველია რომ ამ პერიოდში ჯერ კიდე აქ არის რა. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს ხა წალკაში რა ხდება. იქ რაც ჩატარდა შეჯიბრებები, იმის მერე
ამბობენ ბიჭები იყვნენ რომ არ არისო პირველი საკვირველია რა მე იმიტომ არ მიდივა რომ აქ არის ჯერ საშუალება და იმ ხელაზე წასვლას მთელი ღამე უნდა გატეხო სანამ არის აქ საშუალება მაქსიმალურად ამ ეტაპს გამოვიყენებ სულიდან კარგად უჭირავს თავარია ცრუ არ იყოს ახლა კარგი ხანია დგას მინდა რომ მივარდეს წინ ოჩაროქსი წინ ვა ანუ წინ ნაი წინ არა წინ ვაგაგი უბიხო Фу, თავზე. Ბიდი. წინ. არა სკობერია. არა, წავიდე. ესეცები ხდება რა. ასე გააკეთა ნაბული ხარ მიბალახს ქექოს. არ დაუწე, მაგრამ ძალიან გაიგებ როც ქექო. ასე გამახვილა ყურადღება. საკვირველია რა ესე იგი 5-6 დღეს უკვე ყველა მხრიდან ხმა ისმო და გამაყრობები ეს ისმის მაგრამ ისი არა რომ აკულია და დაიძაბა ეკუდის დაჭიმა ნახოთავა ჩქარამდე მივიდე În moment ce și eu un minut nu mi-ar da 8 câte un gaergos. Să-l țin! Dacă vorbim. Țin! Arată, auzi? Stop, hai! Aici, ochorox. Ჩაჯდება. Სანა. იქამდე მივადი ამ გადამჯდარზე თვითონ დადგა ნაბუძე. და ვფიქრობ, რომ ბევრად შორს არის ფრინველი ვიდრე დგას რა. ხლა მე ამ სასროლს ვტენი და ეს მაკარგინებს დრო და ზუსტად იქ სადაც გადამჯდარია იქ გააკეთა ნაბული კარგი ბიჭი სტოპ აი აქ ჩარდა წინ ახი მიდი ორი ახლა აქ არის სადღაც აუცილებლად მოდი ცოტა სხვაგან გააკეთა ნაბული მაგრამ აქ არის ეს ფრინველი აი კარგად იყენებს ცხვრის ნიავს ოჩა კარგი ბიჭი წინ კარგი ბიჭი ხარ წინ ამოიყვანე აუ ისეს მაიმუნი დამფრთხალი ფუ რა დაჩაჯდა კარი სადღაც მოძრავებული აიცა მოდია მოდი როქს აი აქ ჩაჯდა უეჭველი და ლად გაიძრა რა და პოს ეს არის რა გამოცდილება და ხოწარო ეს გადამჯდარიც არ დაკარგოს კი ეხლა ეს წერი ესეთი დამრთხალია
Darvis არ გადიჩერდება ესე რა თავის გადარჩენის ინსტინქტები. თუ იპოვა და დაამუშავა ხო კარგი. და მაინც ცდილობა ქონდა რა. მაინც არის შობა მაგის. ერკვიები. არა, მოშო. წელს რო ამდენი ესეთი კარგი პირობაა. კარგა ხანია. არ მქონია ესეთი. სუნიავია, ან სუქარია. უქარობას და შტილს უნიაობას მეტი ხარი ჯობია რა. და უფრო ხმარება. და რა წელსაც ისეთ სეზონია რომ კარგადაა ფრინველი ამდენი ხანია. ამდენი ხანია. მთელი ივნისისთვია ვაძლევს საშუალებას ვარჯიშის მუშაობის. ნახოთ როგორი ივლისი იქნება. მე აქ ვიძახი თბილისთან ახლოს თუ ივლისის თვეშიც მე უკვე აღავთიაში შეიძლება სიარულე წალკისკენ. მე უკვე დაიმატება მოდი წინ გადი ის რომ გამოჩეკილი ბარტყებიც დაიზრდებიან და იმაზე შეიძლება მუშაობა სეზონამდე ვარჯიში სეზონის დაწყებამდე ვარჯიშები მე შეიძლება სუკანდერო გაიაროს არა არ მოგცე მაგის საშუალებას ცადური წინია ის ეტაპი გადალახულია რა რომ ენერგიული არის მინდორში მუშაობს უძრაობს ძალიან კარგად ეგ დაუძლიათ ახლა გვინდა რომ სუნაბულები ვიშოროთ გასულთაც როგორც ახალეს აღიშურს და მე არა წინ მაინც არ გაჯვარ გამოდიში დაიდო ცვარიც არა აქვს უმშრალია აი ბოტებიც კი არ დამისველა ამ ქარისგან ამშრალია ლიდილის ცვარი ეგეც ცუდია ხონზე ამოვიდა კიდე დააჭერს კიდე უფრო დაცხება ეს სისველი ცოტა აძლევს საშუალებას უფრინველმა მეტი სუნი გამოუშვას ამ სიმშრალეში კიდე ძნელია ფრინველის პოვნა გუშინაც კარგად ირგვინა ახლოვით 40-45 წუთი რასაც ახლა კიდე თუ ერთი ფრინველი დავამუშავეთ ამით მოვჩებით და ისვის საკმარისი იქნება ჯობია რომ აზარში დავტოვოთ რაც უკეთესია დღეს ნაკლები ცრუნაბოლები ქონი იმდენი ხშირი არა აქვს რაც გუშინდა კი რაღაცებზე ამახვილეს ყურადღებას მაგრამ სულ რამოდენიმე ცრუნაბული ქონდა და მოწმებები თავის ზევით ფუ წავიდა ცალი დაუვრთხა ზარა იქ გადაჭდა ბარა Gari mi ładna akcja. Ty! Kajerkujemy. Zła. Ty! Stop! Ulica. Schöne. Modimo. Tak. Ერთსელი გადაჭდა კიდე ახლა
გადამჟარზე მივიყვან და ის თუ დავამუშავეთ, თუ არა და ჩავაბავ და მივდივარ აუცილებლად. სადღაც წინ უნდა იყოს ჩამჯდარი და Ingodish. Tam, vedi. Ai, ხლა ესე აუყვები ფერდამდე. თუ რამე შეხვდა. თუ არა და დღეს ამით საკმარისია უკვე. Honda ორი დაფრთხობა სამი ფრინველი დაამუშავა ნაბული გამოიყვანა როც დავა უკვე დაახლოებით 40-45 წუთამდე ის რო გუშინაც ავარჯიშებია ეს ამდენი ეს დრო საკმარისია რა აუცილებლად დროის კონტროლი მნიშვნელოვანია რომ არ გამოგვეპაროს და ბევრი არ მოგვიდეს რა ზედმეტი რომ მობეზრდეს რა სანა მაქსიმალურად აქტიურია ლეკვი ზაღლი ანამდე უნდა ავატავთ ეს არ არის საუბარი გამოცდილ ზაღზე რომელიც წლებია ნადირობს რომელსაც ჭირდება თქვა ფორმის აღდგენა შენარჩუნება საგეშ ლეკვებს ახალგაზრდებს ორი არ უნდა სომიერება უნდა დავუცვით რა. წამო. ყველანაირი ჩარევების გარეშე, ყველანაირი ზედმეტი საუბრის გარეშე, ზედმეტი ემოციების გარეშე. ანახე და. აზრი არა. ვერაფერს ვერ აგებინა. თქვენ სიღლები. უნებასაც უთიშა. თუ რამე შეუძლია, თვითონ უნდა შეძლოს რა. თქვენ ვერც ფილმს აპონინეთ. ვერც ნაბულს გააკეთებინეთ. ნაბული მოძებს სისხლი. ენეტიკით. ასე რომ მიეცი საშუალება ძაღლებმა თვითონ დამოუკიდებლად იმუშავა. დღეისათვის სულ ეს იყო მორჩა როქს იყო თავის ვარჯიშს. ესე იგი როგორც წეღავ თქვენ ორი დამფრთხალი ფრინველი, ორი თუ სამი ცრუნაბული, ორი ცრუნაბული და ერთი ჩიტებზე, რომ ჩიტები აფრინდე ჯერ და იმ ადგილზე გააკეთა ნაბული. სამი დამუშავებული ფრინველი, სამი თუ ოთხი. არ მახსოვს მაგას ვიდეოს მონტაჟის დროს ვნახავ. მოკლედ მივდივარ წინ, როქსი პროგრესირებს და იქიდან გამომდინარე. გუში ცოტა არეული იყო, ბევრი ცრუნაბულები ჰქონდა. არც მისი მუშაობა მომეწონა, არც გასვლები დღესაც ჰქონდა, ჩავარდნები რა თქმა უნდა. ზურგს უკან გადის, მაგრამ მაგაზეც მუშაობს, ვცდილობ რომ წინ ჩაირბინოს. შედარებით ჰქონდა ცდილობა რამოდენიმეჯერ მანქოსავით ზიგზაგებზე არა. უკაცრავად ამ სიტყვაზე და რასაც ძველი ტერმინოლოგიით და საზღვარი ენით ითქვა ჩელნოგზე სიარული ჰქონდა მცდელობა. ნელ-ნელა მაგასაც დავხვეწ და ვნახოთ ამდენად მეყოფა დრო ამ ყველაფრისთვის. მაგრამ ესე წინსვლა აქვს რა. დღეს ბევრად უკეთესი შედეგიანი და კარგი ბიჭი იყო. აბა დროებით ხოთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეოები და დააკომენტაროთ.
როქს ამაგარი ჩავია. მინაც შემოვიყვანე მინდორში. ცოტა ვავარჯიშებ. ძალიან ბევრი მოვიდა დასვენება. ხო, თავი. წამო. ცოტა მინასაც წავავარჯიშებ. თუნდაც ჩავარდა, იმიტომ რომ ორი ვატარე რა 1 აპრილის მერე და ის ყურაფია. გადამწვარივით მოძრაობდა, ხასიათოდ იყო სახში, ხა მთელი დღეს უწევს და ძინავს. აღარა ისეთ ენერგიული შეიძლება სიცხეებმაც მოქმედა რა და ხანი 1-2 კვირა მინდორში ამყორია, 5 წუთი 10 წუთი გამოვყავდა, როცა როქსი დამყავდა და ცოტა ეს სუნახევარი საათი 20 წუთი არბენინებ რა. ავში არა მაქვს აქცენტი ამ ფრინველი პოს. თავია ცოტა გამოძრავდეს რა. ავი გეგონება ჩართული აქვს, მანო კი 1 აგერყვირის, 2 აგერყვირის. სავსეა, რავი. კამერა დამიჯდა წეღან სანამ ბატარეა შევცვალე. 1 წალი ამოიყვანა ნინა. ტელეფონით გადავიხე. ამ ბაბამ ხმაზე იქნება ის გადამჯდარიც არის, იქეთ ერთი. მე ვისაც ვნახოთ. ვარადა ცოტა. ალბათონი ნინა გამოძრავდება. სულ 20 წუთი. სიამოვნოა ეს ხმა. ზამ დამიწერა მაგარი კომენტარი. აგობა ზაზა მართლა ძალიან სასწაულია. სიამოვნებს რა. კოდე წინ მიდი წინ აცახე და კარგი მიდი stop stop ეგა კი ბატონო აქედან მოდიოდა ხმა ავი აქ თუ მელა არ დაკარგო სტოლოფია ეგაზე იყო სადავით stop stop ჩვენი stop კარგი ბიჭო კარგი გოგო ბიჭო ესეც გადამჯდა წინ მიდი წინ ეგაზე ხმოს მიდი stop stop აღარ მინდა ეკექო ოკეი წავიდე ცოტა ქარი გვაქვს და
მინდა კაი ქართული ჩაი დავაყენო, გურული ჩაი გვაქვს ნაყიდი. ძალიან მაგარი და ამ ბუნებას უხდება ქართული ჩაი. დავაგემოვნოთ, აბა კაი ხანია. კარგა ხანია ჩაი არ დაგვილევია ბუნებაში გულისხმობ. თორე ჩაი ყველაზე კარგი რამა. თან კარგი ჩაი. დავაყენოთ ახლა ქართული ჩაი და თან ვისაუბროთ სასიამოვნო თემაზე. ესეთი რაღაც მინდა გაჩვენოთ და ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ერთ ნივთთან დაკავშირებით რა. იმედია ისმის და იმედია იწერს სანამ ჩაი ადუღდება მინდა ესეთი მაგარი რაღაც გაჩვენოთ. ყველა მიცით ალბათ ეს რაც არის ძალიან მაგარი ქართული სიტყვა გვაქვს unboxing-ი. მინდა პირველად გავხსნა ეს 5 მართალია უკვე გახსნილი არის, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ როგორ შევიძინე, სად შევიძინე, რა გზები გავიარა და მოკლედ პირველ რიგში მინდა გოგლიკა კვერნაძეს გადაუხადო, დიდი მადლობა. და ასევე გიორგი არაზაშვილს, რომელმაც არ დაიზარა და დამეხმარა ამ ნივთის შეძენაში. ეს არის შოტკამი კამერა, რომელიც თოფის ლულაზე მაგდება და გასროლას აფიქსირებს, იღებს გასროლას და არა მარტო გასროლას, ყველა მთელი პროცესის გადაღება შეუძლია. და რატო წერ ამ ვიდეოს ძალიან დიდი ხანი მინდოდა ეს შოტკამერა მიყიდა, მაგრამ ვერ ყიდულობდი, იქიდან გამომდინარე რომ ბაზარზე ოფიციალურად დღის ძვირი, ну ჩემთვის ძვირი ეს არის $700, $699 მისი საწყისი ფასი. მე ვერ შევძელი და ვერ მოვიპოვე ინფორმაცია ვერც eBay-ზე და ვერც Amazon-ზე, ანუ არც მეორადი იყიდებოდა, არც ნახმარი, ну მე პირადად ვერ ვნახე და ამიტომ ისე გადავწყვიტე ახლის ყიდვა. და რატოწე ამ ვიდეოს ახალის ყიდვა ველოდე ძალიან დიდხანს. ერთი ფასდაკლება ჩავარდა შავპარასკევს, როდესაც ღირდა $550 იმ პერიოდში ვერ დავემთხვე და ვერ შევძელი ყიდვა. ეხლა ივნისის თვეში ასევე უკვე ოფიციალურად შოტკამის ოფიციალურ გვერდზე დაიდო აქცია, სადაც $550 იყიდებოდა. და რატო ყვები ამ ყველაფერს? თუ თქვენ კამერის ყიდვას დააპირებთ და იხდით მასში $700, გიწევთ მისი პოსტით გამოგზავნა და საქართველოში მიღება. ამ შემთხვევაში ამ ნივთზე მოქმედებს გამბაჟება, ემატება დაახლოებით $200-მდე, როგორც ბიჭებმა მითხეს, ვინც იყიდა. ზუსტი თანხის თქმა არ შემიძლია, მე არ მაქვს გამოცდილება მაგისი, მაგრამ ვიცი რომ საფასურის გადახდის შემდეგ $700 კიდე ემატება დაახლოებით $200 და თამთიანობაში გამოდის რომ $900 დება თბილის ჩამოტანა. ეხლა მე ამ კამერის ყიდვა დამიჯდა მხოლოდ $550 ის თანხა, რაც ოფიციალურ საიტზე იყიდება. და ეს როგორ მოხდა რა? ჩავარდა, როგორც გითხარით, აქცია, ფასდაკლება. ეს აქცია მოქმედებდა სულ დაახლოებით 4-5 დღე. დაურეკე გოგა კვერნაძეს, გოგლიკას, რომელსაც თხოვე დახმარება, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მას ამერიკიდან ნივთების ჩამოტანის. იცით რომ სანადირო ტანსაცმელი სხვათა შორის შეგიძლია დაუკავშირდეთ და გიორგი მისი ნებართვის გარეშე ვამბობ ამას და ძალიან კარგი სანადირო ტანსაცმელი მისგან შეიძინოთ. ეს შარვალიც მისგან მაქვს შეძენილი. არ ვიცი რეკლამა გამოდის თუ როგორ არის, წლებია უკვე მაქვს და ძალიან კარგი ხარისხია. ქონდა გამოცდილება ამერიკიდან ნივთების ჩამოტანის, რომელმაც რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე არც დაიზარა და გადამამისამართა გიორგი არაზაშვილთან, რომელიც ცხოვრობს ამერიკაში. გიორგი, ისევ და ისევ დიდი მადლობა, შენ
კარგი მონადირე ქუთაისელი კაცია, რომელსაც ფიზიკურად მე არ ვიცნობ, ხოლო სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა მასთან და რატო ყვები ამდენ ამბავს, იმქედან გამომდინარე არ არსებობს ქართველი ვინმეს არ ყავდეს ნათესავი ამერიკაში მეზობელი ძმაკაცი თუ ვიღაც. გიორგი იმ წუთას როგორც კი ჩაუგდე ლინკი არის ორი ცალი ესეთი კამერა ორი სახის, ერთი არის მინი, მეორე ჩვეულებრივი, ორივე არის 4 მეოთხე თაობა, გენ 4 ესე ეწოდება. გიორგი თავისივე თანხით იმ წუთას იყიდა კამერა $550 და მეორე დღეს უკვე სახში ქონდა ეს კამერა. არანაირი ტრანსპორტირების დამატებითი ხარჯი მას არ გაუწევია, ზუსტად $559 გადაიხადა და მეორე დღესვე კამერა სახში ქონდა. ასევე დაემთხვა ის, რომ იმ ყიდვიდან ორ დღეში მოდიოდა კიდევ ერთი ქართველი ადამიანი, რომელსაც მეც არ ვიცნობ, სამწუხაროდ, საბედნიეროდ რომ მოდიოდა საქართველოში. გიორგიმ ეს კამერა გახსნილი მიცა, მანაც ძალიან დიდი პატივი დამდო, ჩადო ჩვეულებრივად ბარგში, ჩამოიტანა საქართველოში, თბილისში ჩამოვიდა და გადაცა გოგა კვერნაძეს რა. ანუ ამდენი რატო ვილაპარაკე, რომ კამერის ყიდვაში გადავიხადე $550, არანაირი ტრანსპორტირება, არანაირი გამბაჟება არ მომიწია და სულ $550-ში, რომელიც ღირს ჩვეულებრივად რო იყიდო $900-მდე ჯდება, ესე მარტივად შეგიძლია თქვენც იყიდოთ რა. ეხლა რაც შეეხება ამ ნიუთის გახსნას და unboxing-ი რაც ქვია, მე გოგამ რაღაც ინსტრუქტაჟი ძალიან პატარა ჩამიტარა იქვე, არც არ მქონდა დრო იმისი, რომ ჩამერთო ეს კამერა, არც თოფთან დამიკავშირები, არც ტელეფონთან. ეს არა მარტო მონადირეებს ადგებათ და გამოადგებათ იმ ხალხს, ვინც არის მოყვარული სცენზე სროლის, თეფშეზე სროლის, ძალიან კარგი რაღაცა, ვინც იღებთ და აფიქსირებთ თქვენ ნადირობებს და თქვენს გასროლებს, ძალიან გამოსადეგი ნივთია. ეს მინდოდა ინფორმაცია თქვენთვის მომეწოდებინა, ანუ საიტზე ჩაუჯდებით, აუცილებლად რამოდენიმეჯერ დარწმუნებული ვარ, როგორც ჩავპარასკევს ის ახლა ივნისის თვეში იყო ფასდაკლება, რომ დაელოდოთ $550. შეგიძლიათ შეიძილოთ, თუ არის უნე თქვენი ახლობელი, მივა პირდაპირ მასთან მისამართზე ტრანსპორტირების თანხასაც არ იხდის, არ არის აუცილებელი მეორე და მესამე დღეს ვინმე მოდიოდეს, რამოდენიმე დღეში, რამოდენიმე თვეში შეიძლება ვინმე მოდიოდეს, გადაცემენ და საქართველოს ჩამოგივათ თავის ფაში, რაც არის $550. როქსი ნაბულზი. ქართული ჩაის ფასი არაფერი არ არის. ნახოთ რა გამოვა. ამ ჩაის ყიდულობ აჭარაში. ეხლა კიდე მივდივარ შეკრებაზე. მორაგბე ბავშვები მიმყავს და კიდე ვიყიდი რამოდენიმე კილოს. ბიჭებს ვისაც გასინჯული აქვს ძალიან მოწონთ. ჭადას თვის ბოლოს კიდე მექნება და საჩუქრად მოგაწით ვისაც გესი ამოვნებათ მეგობრებო. ესე ცოტა ხანი ჩაი დადუღდეს, დავარგდეს. მოდი როქსი. ფუ გაწითავი. წალი დალია. ძალიან კაი ზაფხული გვაქვს, ძალიან მიყვარს ეს პერიოდი. მე მომწონს ეს ადგილი, ულამაზესი ადგილია, გაშლილი სივრცე, ლამაზი მთები, ნორიოს ალოცავი, ნორიოს ციხესიმაგრე, ნიავია ღრუბლები გადადის, ძალიან სასიამოვნო ჰაერია. მოკლედ კარგია რა. არის ეს ადგილი, შეიძლება ჩაითვალოთ ის ადგილად ქალაქთან ახლოს გამოხვიდეთ. ყველა მიცით ეს ადგილი ძალიან ახლოს არის, სადაც 10-15 კილომეტრია თბილისიდან. შემოვლით გზასთან ახლოს არის, მართალია ხშირი და დიდი ტყე არ არის, მაგრამ ხშირად არის აქ ნიავი, სუფთა ჰაერი, შეგიძლიათ განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გვირილები ყვავიან, ძალიან ლამაზია აქ აურობა, შეგიძლიათ ოჯახსერები მოიყვანოთ და ისიამოვნოთ. ეხლა უკვე გვირილებმა დაიწყეს ყვავილებმა დაძინება. იმდენად სანახაობრივი არაა, მაგრამ სივრცე და სიტუაცია ძალიან კარგია. დღევანდელი საუბრის თემა მინდა ესეთ თემაზე ვისაუბრო და იმ ახალგაზრდა დამწყებ მონადირეებს და დამწყებ ძაღლის ფლობელებს, ვისაც ვაკვირდები და ძალიან დიდ და
ბევრ შეცდომებს უშვებენ ძაღლის გეშვის დროს. მონახაზივით მაგ ჩამონათვალი რამოდენიმე თემა, რაც ახლა ამ წუთას მახსენდება. ამ ძირითად თემაზე ვისაუბრებ. თუ რამე დამატებითი თემა იქნება და თუ რამე არ არის სრული ინფორმაცია და არ არის ამომწურავი ინფორმაცია, უბრალოდ მაქვს ცოტა დრო დღეს აქედან მივდივარ, მანქანა მიყავს ხელოსანთან და ცოტა ხანი დავისვენებ ამ ბუნებაში და თან მინდა გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რაც უკვე მეწლების განმავლობაში პირადი გამოცდილებით დამიგროვდა. ამის გარდა მაქვს ლიტერატურა შეძენილი, ახლა კიდევ ერთი წიგნი ჩამომივიდა სამწუხაროდ მხოლოდ ჯერჯერობით რუსეთიდან ვახერხებ. არის ესეთი ძალიან კარგი მგეშავი და მწვრთნელი ექსპერტი მსაჯი ჟანატ მუსუმანბეკოვი, მისი დაწერილი წიგნი ვიყიდე. დათხარზე ალბათ მის გვერდს ვინცადენ რომ თავს იქ ნახულობთ, რომ თავის წიგნს არეკლამეს. ეს არის წიგნი, რომელიც გამოშვებული აქვს და დათხართან დაკავშირებითაა ყველა ინფორმაცია, მაგრამ ასევე ძაღლის გეშვას და ცნას შეეხება დიდი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ეს წიგნი ჩამომივიდა. ასევე შევიძინე მეორე წიგნი, ეს არის ესეთი ბორის სლივჩიკოვი, კიდევ კარგი რუსი ექსპერტი, მისი გამოშვებული წიგნი, ანუ გეშვის ამბანი ესე ქვია ამ წიგნს. ის წიგნიც უკვე მალე ჩამომივიდა. ამაში ყველაფერში მეხმარებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობენ, იწერენ იქ და მე უკვე მიგზავნიან ფიზიკურად. ასევე მაქვს შეკვეთილი მესამე წიგნი, რომელიც ისევ ჟანატ მუსუმანბეკოვის დაწერილია, რომელიც არის წიგნი ძაღლის მასთან დაკავშირებით, გეშვასთან დაკავშირებით, სადაც არის როგორც თეორიული მასალა, ასევე არის პრაქტიკული მეცადინეობები, ანუ ვიდეო სახით არის ეს ყველაფერი. და რატო ყვები ამ ყველაფერს? ყველა ადევნებ თავს ინტერნეტიდან და ძირითადად ინტერნეტიდან იღებთ ინფორმაციას თუ რა და როგორ უნდა ვაკეთოთ ძაღლის წვრთნის და გეშვის განმავლობაში, მაგრამ არც ერთი მგეშავი და არც ერთი მწვრთნელი ბოლომდე თავის ინფორმაციას არ გადის. ანუ თავიანთ ჯოკერს, კოზირს იტოვებენ იმისათვის, რომ ეს არის მათი შემოსავლისწყარო, მათი სამსახური და ბოლომდე კარტებს არ ხსნიან. ან ბოლომდე მიყვანილ ეპიზოდებს არ გაძლევენ, მაგიტომ მომიწია ამ წიგნების ყიდვა და თანხის გადახდა, რომ რაღაცეების მეც მინდა რომ კიდე უფრო ძირფისეულად შევისწავლო და მქონდეს გამოცდილება. ამის გარდა ბევრი ინფორმაციას ვეცდობი ამერიკელი მგეშავებისგან. ძალიან კარგი არხი არის Standing Stone, რომელიც თურქმანი არიან, ძალიან კარგ ვიდეოებს დებენ, მაგრამ იქაც მაქვს აქ მინიშნებული თავიანთი გვერდი, სადაც ოფიციალურად თანხას გადაიხდი და დაწვრილებით ყველა მეთოდს დაღეჭილს გაძლევენ, რომელიც მე თქვენ პრაქტიკაში უნდა გამოიყენოთ რა. ეს მაგალითი იმისთვის, ეს ინფორმაცია იმისათვის, რომ თუ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებთ და იქედან იღებთ რაღაცეებს, ეს სრულყოფილი არ არის რა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მეური რამის დახვეწა და დამატება შეიძლება, რომელიც ასწავლეს. შეიძლება არ იყოთ დიდი მგეშავები, არ იყოთ არ ქონდეთ დიდი ამბიცია, რომ აი ძაღლი გეშვათ, მაგრამ ეს ყველაფერი მიდის იქეთ, რომ თქვენ გქონდეთ კარგი ნადირობის საშუალება თქვენ ძაღლებთან ერთად. ესთეტიკურად იყოს ნადირობა და ნადირობა იყოს შემდგარი რა, ღირდეს სანახაობრივად და იყოს მივიღოთ სიამოვნება და არა ის დაძაბულობა და ის დისკომფორტი, რაც ხდება, როცა ძაღლი პატრონთან ერთად ანადირობს რა. პირველი ეს დავიწყებ და ესეთი მონახაზი მაქვს და მინდა გითხრათ, რომ როდის იწყება ძაღლის გეშვა, როდის უნდა დავიწყოთ. ძალიან ისეთი თემები, აი ძალიან ბევრ რაღაცაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ აი რაც შეიძლება ისეთი იყოს რა, რომ ინფორმაციული საიდან დავიწყოთ, როგორ დავიწყოთ, ეს ამ თემებით მინდა ვისაუბრო, ამ თემებზე მინდა ვისაუბრო. პირველი, როდის იწყება ძაღლის წვრთნა და გეშვა, ეს არის როცა ძაღლი სახლში მოდის რა, როდესაც წამოვიყვან ძაღლს დედისგან და როდესაც მოყავს პატრონისგან, იმ დღიდან იწყება მისი წვრთნა. მაგრამ პირველი ნაბიჯები არის ძაღლის წვრთნა, ოღონდ ძერ იწყება სოციალიზაცია. და რა არის ეს სოციალიზაცია რა? ამ თემას ქვია სოციალიზაცია, მე რაზეც ახლა ვილაპარაკებ და ზედაპირულად მოვახდენ ინფორმაციას, ანუ როგორც კი ძაღლი რჩება, აცრებს, როგორც კი ამთავრებს, აცრებს და უკვე შეგვიძლია გარეთ გაყვანა, ვიღებთ ამ ძაღლს და დავყავს ყველგან. აი როგორც ესე ვიტყვი რა, ხო არის ამ ხალხი, რომელსაც ყავთ პატარა დეკორატიული ძაღლები და ყველგან დაყავთ.
ესე უნდა დაკავდეთ თქვენი ძაღლები და ვიღაცა შეიძლება გაიცნოს როგორ შეიძლება კურცხარის ლეკვი ან დათხა არის ამხელა ლეკვეზე იღლიაში ამოდებულს არ გულისხმობ რა ძაღლი უნდა ყავდეთ თქვენთან ახლოს და რაც შეიძლება მეტი სივრცე მეტი ადგილი ანახოთ მაღაზიაში წახვალთ ბაზარში წახვალთ მეგობართან წახვალთ სადაც გექნება საშუალება რომ წაიყვანოთ იქ უნდა ატაროთ ეს ძაღლი რომ გონება განუვითარდეს და არა როგორც კი მორჩა აცრები და შეაგდეთ ოლიერში და მე რა ხდება გამოვყავთ ოლიერიდან და მიყავს პირდაპირ მინდორში რა როდის გაყავს მინდორში ძაღლი ეს მეორე თემა არის ანუ სოციალიზაცია ანუ ბევრი ინფორმაცია ბევრი ურთიერთობა ბევრი კონტაქტი ეზოში გაყვანა მეზობელთან წაყვანა სადაც შეიძლება გექნებათ ყველგან თქვენი ლეკვი უნდა ატაროთ რომ ესე ვთქვათ არ იყოს მინდორში როცა გაიყვანთ ან სადმე როცა იყვანთ ველურივით არ უნდა იქცეოდეს რა როდის ვიწყებ ძაღლის გეშვას ყველა ცდილობს რომ ძაღლი აიყვანოს იმ პერიოდში თქვათ იანვარში, თებერვალში ან დეკემბერში რომ გაზაფხულზე მაისში უკვე ძაღლი იყოს 4-5 თვის და პირდაპირ მინდორში გაიყვანოს რა. ჩემი პირადი აზრი არის რომ ეს არასწორია. მე პირადად თუ ნინა შემდეგ ლექვს ავიყვან რომელიც დაბადებული იქნება სადაც ივნისში, ივლისში და მთელი 1 წელი მექნება იმისათვის რომ მინდორში გავიყვანო რა. როგორც კი სახში მოვიყვან 2 თვისას თუ რამდენისაც იქნება თვენახევი შეიძლება ნინას ლეკვი დავიტოვო, არ ვიცი, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, პირდაპირ დაუწყებ გეუბნებით სოციალიზაციას და მთელი პერიოდი, თქვა აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი დავიწყებ მის წვრთნას და მთელი ეს პერიოდი, ზამთრის პერიოდი, როქსი, მოდი როქსი. მთელი ეს პერიოდი გაზაფხულამდე მექნება დაახლოებით 5, 6, 7, 8 თვე იმისთვის რომ ძაღლი გავწვრთნა და მერე გავიყვანო როქსი მიდი მოიყვან ოკეი ნინა წადი როქსი მოდი მერე გავიყვანო მინდორში და არა გაუწვრთნელი ძაღლი გავიყვანო მინდორში და მერე ხდებოდეს ის რაღაცები რასაც ჩამოთვლი რა და ამ წვრთნაში რა შედის და რა როგორ ეს ძალიან დიდი თემა ეს ცალკე სასაუბრო თემა უბრალოდ ეს მაგალითი ვინც აპირებს ძაღლის აყვანას და როცა აპირებს ძაღლის აყვანას ეცადეთ რომ ეს პერიოდი დაიკავოთ ბევრად ეფექტური იქნება ვიდრე 4 თვის ძაღლი გამოიყვანოთ მაისის მინდორში აი ხლა მაისის თვეში აპრილის ბოლოდან მაისი ივნისის დასაწყისში აკავრება სავსე იყო ყოველი მეორე მინდორში დადიოდა ვიდეოები იზრდებოდა რომ აი ფრინველი ანუ პირველად გაყავთ და ფრინველს ნახულობს ყველა დევს ვიდეოს რომ აი როგორ ამოყავს როგორ აკეთებს ძაღლი ნაბულს და როგორ ამოყავს ფრინველი რა ნაბულს თქვენ არ ასწავლით და ვერ სასწავლით რა ნაბული არის გენეტიკური ის მინდორშიზებნა არის გენეტიკური თქვენ რა შეძენ ძაღლს რა სასწავლით ეგ არის თავარი რა ანუ რაც შეიძლება მეტი რამე უნდა ასწავლოთ მეტი რამის ცოდნა უნდა გქონდეს მინდორში და მერე გაიყვანოთ მინდორში ძაღლი რა მესამე საკითხი არის ეხლა კიდევ ვაკვირდებოდი და სულ უყურებ ვიდეოებს სადაც ძაღლები დაყავთ და თუ კარგი გასაგებია რომ ნიავი არ არის და შტილია და მაინც გამოხვედი ნუ დრო გამონახე ყველა ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე ძალიან დატვირთული გრაფიკები გაქვს ვიცი დრო გამონახე და გახვედი მინდორში და ხედავ რომ ნიავი არ არის რა ქნა ხო არ გაბრუნდები და წახვალ არადა სწორი არ არის აუცილებლად უნდა გაბრუნდე და წახვიდე სახში თუ ხედავ რომ ფუ გადი როქს თუ ნიავი არ არის უნდა დაანება ყველაფერს თავი ეს არის დაუწერელი კანონი და გაბრუნდე სახში და ასევე თუ არ ხარ დარწმუნებული რომ მინდორში ფრინველი არის მინდორში არ უნდა შეხვიდე ნუ თუ როგორ უნდა გაიგო მინდორში ფრინველი არის თუ არა თუ ძაღლი არ შეიყვანე ეს მეორე საკითხია მაგრამ ამიტომ იდება სოციალურ ქსელებში ყოველთვის ვაწვით ერთმანეთს ინფორმაციას რომ აი დავიწყეთ წეროვნიდან გადავედით თელადგოში გადავედით ნორიოში წავედით სარტიჭალაში გადავედით წალკაში ანუ სულ ინიშნება ადგილები სადაც ერთი ფრინველი მაინც დაფიქსირდა და ამიტომ კაი როქსი გადი ხა ეს არის გაუცნელობა ეს არის თავხედობა ესე ნინა მოდი ჩემ გვერდზე ესე არ უნდა გახდებოდეს რა დაუნ და ესე უნდა დაждდეს და დაუნ გარჩი ესე ტვინი არ უნდა გაგიბრუნოს ახლა მე ცოტა ხანში ამას შევსო ეს არ არის სწორი საქციელი ესეც სასწავლებელია რა ანუ თუ არ არის ნიავი არა უშავს კი ცუდია მაგრამ თუ მოხდით მინდორში უნდა აუცილებლად ეცადოთ რომ ნიავზე აყენოთ დადიოდა ახლა გუშინ ნაცნახია იმისინათ ზუსტად ვცდილობ რომ დავიჭირო ნიავი
როიძებო ნიავზე ვატარო ძაღლა ბევრი ამას არ აკეთებთ რა აუცილებლად ჩადით დაახლოებით რამდენი უნდა იყოს 2 კილომეტრი 3 კილომეტრი შეიძლება მოტრიალდე და ნიავზე ნელა იარო ეგ ჯობია რა კაი გადაწყნარდი კომუნიკაცია აბა განსაკუთრებით რავი ჩემ მეგობრები არიან ყველას რენაცვალი მე თუნდაც დასავლეთიდან ვარ წამოსული წარმოშობით იმერეთიდან და განსაკუთრებით ნუ არა აქ იმერლებსა თუ გურულებს თუ კახელებს არ მნიშვნელობა აქვს ძალიან ზედმეტი აბა უბრალოდ იმერული კილო მახსენდება ამ თითას ჩემ მეგობრებზე ვიძახი პირადად რომ აი ნახე აქანა აგერ აზ მოდია მე რა გითხარი შენ დაუნ აგერ ან ვერაფრით ვერ გებულოს ეს ძაღლი რასაც ეუბნები თუ მაგალითად არ დამჟახარ ესე და თვალებში არ გითქვა რომ აქ ესე თუ არ ასავლე თავში არ ჩაუბეჭდე გამორიცხულია მაგ რაღაცეა რომ ძაღლმა გაიგოს რა მაგას ემოტება მე ზედმეტი სასტვენი თუ გაქვთ ნანახი ალბათ ვიღაცა აკოპირებთ იქიდან სადაც სპორტული ძებნის ძაღლებზე წამყვანები ხშირად უსტვენენ რითაც იმათ ნასწავლი აქვს ეგ ყველაფერი და ამით ამხნევებენ თავიანთ ძაღლს და ეუბნებიან და აგებინებენ რომ ტემპი მოუმატო მაგრამ თქვენ თუ ეს გაკეთებული არ გაქვთ თქვენმა ძაღლმა არ იცის ამ ხშირი სასტვენით რა უნდა გააკეთოს ამით თქვენს და თქვენ ძაღლს შორის ერთადერთი რაც ხდება კონტაქტის გაწყობა და ხდება თქვენს და თქვენ ძაღლს შორის დისტანცია და დაუმორჩილ დარბის თავისთვის რა ეს მინდოდა მეოთხე თემა და ამ თემაზე მელაპარაკა ზედმეტი საუბარი ჩარევები რა ეს თემაც ამოწურე ეხლა შემდეგ თემაზე მინდა კიდევ გადავიდე როდის ფთავდება ძაღლის წვნა როდის ფთავდება ძაღლის გეშვა ძაღლის წვნა არასდროს არ მთავრდება რა ამას არ აქვს არც დასაწყისი არც ბოლო ნინა ეხლა არის 5 წლის გახდა და დღემდე კიდე რაღაცებს ვამეცადინებ რა ნინას აქვს პრობლემა რომ არის ნაბუძზე დიდხანს ჩერდება და მივარდნა არ აქვს რა რაღაც მომენტში გადადის რაღაც მომენტში არ გადადის დაუწყე ამაზე ვარჯიში როგორც ხდება არის რამოდენიმე ნაბიჯი და მე გავაკეთე პატარა ვიდეოს გადავიღებ თუ როგორ ვამეცადინებ ყოველდღიურად და ჯერა რომ მოუმატოს უკვე ვატყობ რომ მომატებული აქვს მაგრამ მაინც როგორც კი ნაბუძზე დგება ბევრად ჩაჭედილია და მაპატიეთ კიდევ ისევ რუსული სიტყვა უნდა ვიხმარო ტერმინი ტუგოი რასაც ეძახიან ესე ანუ გაჯიქებული დგას და არ გადადის უნდა მივარდეს ყიასავით ფრინველზე ვიღაცას შეიძლება ეგ არ მოწონდეს და პირიქით ერჩინოს ძაღლი დარჩეს ადგილზე ადამიანმა მივიდეს და ფეხით ამოაფრინოს ან დაძახებით ამოაფრინოს ფრინველი მაგრამ ჩვენ კლუბში ესე წესია რომ ძაღლმა უნდა მივარდეს ფრინველს ზუსტად იქ მივარდეს სადაც ფრინველია და ამოიყვანოს მეც ეგ მომწონს რა წარმოიდგინეთ ტყის კათამზე კაკაბზე გნოლზე რაზეც მოგიწევს ნადირობა გინაწყვეზე რომ მივარდება ამოაფრენს და დარჩება ადგილზე ბევრად ეფექტურია რა ანუ წვნა და წვნის პროცესი გამუდმებული პროცესია ყოველ ეტაპზე ყოველდღიურად ყოველ კვირეულად რაღაცა უნდა ვასწავლოთ რა კიდევ ჩემ მეგობრებზე ვისაუბრებ და ვიტყვი რომ დამცინიან მეუბნებიან რომ რა თქინდა ამდენამე სატო ასწავლი ცირკის ძაღლი ხო არ არის რა ვიცი მე ეგ მომწონს და მირჩევნია რომ ჩემი ძაღლი იყოს ეგეთი მორჩილი ესეთი გაწონასწორებული ვიდრე აი ხა ზეის სანამავროთ ესე იჯდება კი ბეჭდება თითელი ყურები გადანახკოდით თამაშებს ვერცულია გავარდეს მინდორში მაგრამ ნადოსაც აუძახებ ესე უნდა იჯდეს და იყოს მორჩილებაში ამიტომ წვნა იწყება პირველი დღიდან რაც სახში თქვენთან ძაღლი იჯდება და ბოლომდე შეგიძლიათ ეს პროცესი აწარმოოთ რა ხოლო რაც შეეხება გეშვას აი გეშვის ეტაპი ეხლა როგორც არის ამ ეტაპზე მე დამყავს ეხლა მინდორში ძაღლი იმიტომ რომ კიდე არის ფრინველი წესით ამ პერიოდში ძაღლის მინდორში ტარება და ჩვენი მინდორსიარული არის იმის საფრთხე რომ შეიძლება ბუდეს ფეხი დავაბიჯოთ და ბუდე დავაზიანოთ თუ ნინასავით გამოსთელი ძაღლი ყავს და დიდი ძაღლი ყავს ნაკლები შანსია იმის რომ
ბუდეზე მივიდეს და კვერცხებს ჭამა დაუწყოს ან ბარტყებს ჭამა დაუწყოს, ნუ ამ გამორიცხული ეგ გააკეთოს, ერთადერთი რაც შეიძლება ბუდეზე თავი ჩაყოს თავი და ქექა დაუწყოს იმ ბუდეს, ეგ არის საშუალება რომ ბუდე დავაზიანოთ, ბარტყები დავაზიანოთ, თორე დანარჩენი ნებისმიერ დრო შეგიძლია მინდორშია რომ კიდე ალბათ მეტყვია დაიწერება და იტყვიან რომ ფრინველი ბუდეზე როსაც სუნს კარგავს, არა down ფრინველი სუნს კარგავს, ფრინველი ბუდეზე როზის თავის სუნი არა აქვს, მოდი მაგაზე ვისაუბროთ, თორემ რა ვიცი, ჩემი არა დასვეტყვი რომ თუ ბუდეზე ფრინველი დაждდა და თავის 100%-დან 1% დაიტოვა სუნი, რამდენ პროცენტსაც დაიტოვებს, იმ 1 და 2%-იანი, 3%-იანი სუნით მიპოვოს საღმა და ეგ იმას ისწრავს, რომ ჩემს ძაღლს უფრო კაი ყნოს ვაქვს და მეორე თუ 10 დედალი ზის მინდორში ბუდეზე, ერთი მამალი ხომ მაინც იქნება, ის მამალი იპოვოს და ის მამალი ამოიყვანოს, ეგეც მის კარგ ცხვირზე საუბრობს, ამ ეტაპზე არსიარული ცუდი ის არის, რომ შეიძლება ბუდე დავაზიანო და როგორც კი ბუდეს ნახავ მაშინ ადგილს ვიცვლი და სხვაგან გადადურა, სადაც შეიძლება ნაკლები შანსი იყოს, რომ ფრინველი ბუდეზე იყოს რა. რა ვიცი, კიდე რა თემაზე შეიძლება ვისაუბრო, რაზე შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება, ხა კიდე თანდათან ემა კიდე ორი საკითხი ჩამოწერილი, თუ კიდე რამე აზრი გექნება, შეგიძლიათ მომწეროთ, ვისაუბროთ. არის ესეთი თემა, როდესაც მაგი მონიშნული მაქვს ნაბულზე ძაღლზე ფერები. აი ძაღლი ნაბულზე დადგა და აი ვეფერებით. ამით უბრალოდ მე ვერ ხვდები რა ვშვებით რა. მეც იგივეს ვაკეთებდი, აუცილებლად მაქვს ბევრჯერ განაკეთები და შეცდომა იყო. უკაცრავად უბრალოდ ამ ყველაფერს რატო ვაკეთებთ არ ვიცით რა. რის გამო, ვისგან შემოვიდა, საიდან შემოვიდა, ვერ ვიტყვი, მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეგ შეიძლება გავაკეთოთ მას შემდეგ, როგორც კი ძაღლი ფრინველს ამოიყვანს და ვიცით რომ ფრინველს როგორც კი ძაღლი ამოიყვანს და ამოფრინება, ის ძაღლი ძალიან აქტიურდება, ძალიან გაშმაგებული, გაცეცხლებულია. იმ მომენტში ერთადერთი შეგვიძლია გვერდზე გავიყვანოთ, უნდა დავავიწყოთ ის ფრინველი, რაც ამოიყვანა, ის ადგილი დავავიწყოთ, გავიყვანოთ ცოტა გვერდზე, არა down. ფრინველის ხმაცეს მის და სუნების მოდის ერთი სული აქვს რომ წავიდეს. და შეიძლება გვერდზე გავიყვანოთ და იმ შემთხვევაში მოვეფეროთ, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, მაგრამ როგორც კი ნაბულზია, რომ ეფერები, მე ვფიქრობ, რომ ამ ყველა თითო შეხებით, როცა პირიქით ძალიან აღზნებულია, მოჭიმულია, გადართულია მთელი გონება, თვალი, ყური ჩართული აქვს, რომ ის ფრინველი, რომელიც მიძვრება თუ რა ვიცი რაღაცას აკეთებს, ის ამოიყვანოს, ამ დროს ეფერები და ეს ყველა ოდნავ შეხებაც მას გონებაზე ესე თავში ურტყავს რა. ეს იგივეა საჭმელს რო ჭამდე და ვიღაცა თავში კოვს გირტყავდეს. ჩემი აზრია ეს პირადია, სადაოდ ავრმობ, არ გვინდა დავანებოთ თავი. ოკეი, წავიდეთ, წადი რა. დავანებოთ თავი, თვითონ გაერკვეს, თვითონ ნახოს ერთადერთი რაც შეგვიძლია ნაბულზე დადგა, ძალიან ჩქარა მივირბინოთ ძაღლთან და ბოლო 4-5 ნაბიჯი შევაჩეროთ, შევანელოთ, იმიტომ რომ ჩვენი ფეხის ხმით და ვიბრაციით ფრინველი არ ამოფრინდეს, არ მოხდეს პროვოცირება ძაღლის გამოკიდების, მივიდეთ ძაღლთან ახლოს, როგორც კი ამოდენიმე წამი გაჩერდება და თუ ვიცით ძაღლი გველოდება და მყარი აქვს ნაბული, მერე მივცეთ ბრძანება რომ გადავიდეს ფრინველის ამოსაყვანად რა. ეს არის ნაბულზე ფერების არაუცილებლობა რა. კიდე ერთი საკითხი, ეს აქ მონიშნული, ესე იგი რა ბრძანებები შეიძლება იცოდეს, ან რა ბრძანებები არის სავალდებულო, ჩემი პირადი აზრია, ესეც ვიძახი, რომ ძაღლმა იცოდეს რა. შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, ან ჩამოიწეროთ, რა ბრძანებები იცის ნინამ და ყველაზე უმთავრესი ბრძანება, ეს არის ჩემთან ნებისმიერ დაძახებიდან რამაძილზე, სადაც ხმა ან სასტვენი მისწვდება, იმ მანძილიდან ყველაფერს თავი უნდა დაანებოს და ნინა ძაღლი თქვენთან უნდა გაჩნდეს რა. ნინა! ჩემთან! სადაც დაარბოს და მოვა, დარწმუნებული ვარ, ანუ მოვიდა სელა. მოდი ჩემთან. ბრძანება ჩემთან,
ეს ერთი აუცილებელი. მე დავამატები გვერდზე, დაჯექი, დაწექი, ახტი, რომელიც ძალიან გვადგება დარჩი, ადგილზე, გვერდით, ფეხთან. რავი, კიდე ჩემო ძაღლმა იცის მარჯვენა თათის მოცემა, მარცხენა თათის მოცემა, ბრძანება არა, ხედავ გასამიჯნიანი ბრძანება არა და ბრძანება ფუ, აი